ვაშინგტონში მიმდინარე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობას ქართული ოცნებიდან არავინ იღებს. სავარაუდოდ ქართული ოცნების წარმომადგენლები ამ კონფერენციაზე არ მიიპატიჟეს. ეს ეჭვები მტკიცდება პოლიტიკოსებისთვის გასული 2 წლის გამოცდილებიდან გამომდინარე, რადგან 2 წლის განმავლობაში ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრები ამ კონფერენციაზე მონაწილეობას იღებდნენ. 2023 წელს მაგალითად ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა უნგრეთში, ბუდაპეშტში. ამ კონფერენციას მაშინ ვიქტორ ორბანი მასპინძლობდა და შარშან 2024 წელს ირაკლი კობახიძეც იმყოფებოდა ასევე უნგრეთში. გაიმართა ეს კონფერენცია. სწორედ აქედან გამომდინარე, პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ახლა ქართული ოცნება არის სრულ იზოლაციაში. ბუნებრივია, მათთან ურთიერთობა არც ერთ პოლიტიკოსს არ სურს და შესაბამისად ისინი კონფერენციაზე არ მიიპატიჟეს. მხოლოდ ერთადერთი ვიქტორ ორბანია, რომელმაც ისინი შარშან და შარშანწინ მიიპატიჟა ბუდაპეშტში. ახლა ისინი სწორედ ამ კონფერენციის მიღმა დარჩნენ. ეს ვიდეო კადრებიც არსებობს არქივში, როდესაც ღარიბაშვილი და კობახიძე იმყოფებიან და მონაწილეობას იღებენ ამ კონფერენციაზე, თუმცა წელს ეს განსხვავება ქართული ოცნება არ აკეთებს არანაირ განმარტებას თუ რატომ არ იღებენ მონაწილეობას კონფერენციაზე. პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ სრულ იზოლაციაშია ქართული ოცნების რეჟიმი, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, რადგან ისინი წარმოადგენენ მარიონეტულ რეჟიმს და მათთან ცივილიზებულ სამყაროს, მათ შორის კონსერვატორებსაც აღარ სურთ ურთიერთობა, რაიმე თემებზე საუბარი და მათ შორის მეორე საკითხია ის, რომ შესაძლოა სანქციებიდან გამომდინარე მათ აქვთ შიშები, რომ სავიზო შეზღუდვები აქვთ დაწესებული, ამიტომ მორიგი მარცხის თავიდან აცილების მიზნით მათ უარი განაცხადეს საერთოდ მონაწილეობა მიეღოთ ამ კონფერენციაზე. ქართული ოცნება მუდმივად ამბობდა, რომ არჩევნების შემდეგ გადაიტვირთებოდა ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან. დღეს ვხედავთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეწყვეტილი არის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება. პირველივე კონფერენციაზე ამერიკის შეერთებულ შტატებზე არ იმყოფება საქართველოს წარმომადგენლობა და ეს არის პირველივე კონფერენციაზე ტრამპის სიტყვით გამოსვლა. ქართული ოცნების წარმომადგენლობას მომხრეები არ ყავთ დემოკრატიულ ქვეყნებში. მას მომხრეები ყავთ ავტორიტარულ რეჟიმებში და ისეთ ქვეყნებში, სადაც კლეპტოკრატიული არის სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებული. ის რომ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები ვერ დაესწრებიან აღნიშნულ კონფერენციას, განპირობებულია ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკით, რომელიც ატარებს რეჟიმის არაღიარების პოლიტიკას და ამას ემატება ის გარემოებაც, რომ ბევრი მათგანი არის სანქცირებული, მათზე დაწესებულია სავიზო შეზღუდვები და შესაძლებელია მათ ფიზიკურად მათ შორის შეზღუდული კონდეთ ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლაც კი. ის რომ ისინი პირველად არ იყვნენ ამ კონფერენციაზე, რა თქმა უნდა, იმის მაუწყებელია, რომ ისინი იზოლაციაში ექცევიან და ჩვენ ძალიან ბევრი ევროპული ქვეყნისგან უკვე გვაქვს კონკრეტული ძალიან მწვავე შეფასებები ამასთან დაკავშირებით, კონკრეტული გადადგმული ნაბიჯები ასევე. არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანას არ სურს კონდეს ურთიერთობები სანქცირებულ მთავრობასთან და მის წევრებთან და ასევე ის, რომ საქართველოში არჩევნები, როგორც დემოკრატიის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, მოპარული იქნა ივანიშვილის მხრიდან, ეს დემოკრატიულ ქვეყნებში აღიქმება ძალიან დიდ პრობლემად. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვერ ჩადიან იმ კონფერენციაზე, რომელსაც ბოლო 2 წლის განმავლობაში უნგრეთში ესწრებოდნენ, ანუ იქ სადაც ჩაესულებოდა, ჩადიოდნენ, ვისთვისაც ისინი მისაღები იყვნენ. ქართული ოცნების არც ერთ წარმომადგენელს ტრამპის ადმინისტრაციის არც ერთ წარმომადგენელთან დღემდე არანაირი კონტაქტი არ ჰქონიათ. შესაბამისად, ეს არის ფაქტი იმისა, რომ იზოლაციასთან ერთად რეალურად მათ ესე ვთქვათ, ურთიერთობები ვერ დაალაგეს, როგორც ამის იმედი ჰქონდათ 20 იანვრის შემდეგ ვერც ტრამპის ადმინისტრაციასთან. ამ კონფერენციაზე სიტყვით გამომსვლელთა შორის არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ასევე ვიცე-პრეზიდენტი, დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სხვადასხვა წარმომადგენელი ტრამპის ადმინისტრაციიდან. ამ კონფერენციას წელს შარშანდელისგან განსხვავებით ქართული ოცნებიდან არავინ დაესწრება. სავარაუდოდ ეს უკავშირდება სწორედ იმ გაფუჭებულ ურთიერთობებს, რომლის დამსახურებაც არის ქართული ოცნების პოლიტიკა და ამ შემთხვევაში ქართულ ოცნებას პროპაგანდა ჩამოეშალა. ის აცხადებდა, რომ დაალაგებდა ურთიერთობას ტრამპის ადმინისტრაციასთან, თუმცა ახლა ირკვევა, რომ ვაშინგტონში ამ კონფერენციაზე ქართული ოცნებიდან არავინ მიიპატიჟეს.